Დაამშტობის მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია ბარიერი, გადაცემას დღეს გაუძღვები ალექსანდრე ელისაშვილი, დღეს ორი ბლოკი გვექნება გადაცემაში, პირველ ბლოკში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე გვეყოლება და გვყავს უკვე სტუდიაში, მასთან ერთად ვისაუბრეთ სოციალურად დაუცველებზე, გასახლების და გამოსახლების პროცესს ვადევნებთ რამდენიმე დღე ცოდვა მადლის განკითხვას. ეს იქნება ჩვენი პირველი ბლოკი და მეორე ბლოკში სამართლიანობის აღდგენაზე დღეს პარლამენტში მსჯელობდნენ საგანგებო მიმართვაც იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რეჟიმის და წინა ხელისუფლების განსამართლების მოთხოვნით და მოკლედ განხილვა და შაბასი იყო. ამაზე ვისაუბრებთ გელა ნიკოლაიშვილი, ანა დოლიძე, თეიმურაზ ზაქრაძე და ნინო შარვაშიძე იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ეს მეორე ბლოკში მანამდე კი მოგესალმებით ბატონ დავით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძეს. მივესალმები რას ერჩით ამ სოციალურად დაუცველებს. მოკლედ სულ ამ ხალხის ხანდევნილებს ასე გამოიყვანეს სადღაც შეშავენ იყო მოკლედ მთელი აი უშველებელი და რატომ ეხლა, რატომ ეს ხალხი, სად მიყავთ, რას უპირებთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. მინდა აღვნიშნოთ, მოდი ზოგადად დავიწყოთ ჯერ ფონდთან დაკავშირებით, სოციალური სიღარიბის საკითხი და სოციალური დაუცველების პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მთავრობამ, ახალ მთავრობამ გაითვალისწინა გარკვეული რესურსები ბიუჯეტში, რომ მათთვის გარკვეული ბენეფიტები გაზრდილიყო. მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან გაიზარდა სოციალური დახმარების ოდენობა, თუ გაორმაგდა ფაქტობრივად, თუ პირველი წევრისათვის იყო 30 ლარი, გახდა 60 ლარი და ყოველ შემდგომი წევრისათვის ოჯახში 24-ის მაგივრად გახდა 48. რაც შეეხება უსახკარობის თემას, ეს პრობლემა ძირითადად ცოტა ისტორიული რაკურსით რომ განვიხილოთ, გამზარდა მნიშვნელოვნად 3 ოქტომბრის შემდგომ, არჩევნების შემდგომ, მანამდე არ იყო იმდენად თვალსაჩინო ეს პრობლემა, უნდა აღინიშნოს აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლები. სამართლებრივი საფუძვლები მდგომარეობს შემდგომში, რომ არსებობს კანონი სოციალური დახმარების შესახებ, რომლის მე-18 მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ უსახკარო პირების უზრუნველყოფას თავშესაფრით. აგრეთვე აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას. რაც მინიმალურ დონეზე ხორციელდებოდა, ძირითადად ეს იყო შვეიცარიის განვითარების აგენტოს მიერ ფინანსური დახმარებით თბილისში და რეგიონებში აშენებული სოციალური საცხოვრისები. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ამ კუთხით განსასაზღვრია დღეს ეს ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გააჩნიათ და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია არ არის, მიუხედავად ამისა, როდესაც გარკვეული მოძრაობა შეიქმნა უსაფრთხო სოციალური დაცვის მიმართულებით 3 ოქტომბრიდან 2012 წლის აღმასრულებელ ხელისუფლებამ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოგეხსენებათ, რომ ახლოვდებოდა ზამთარი, მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების სახით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას, მიიღო დროებითი გადაწყვეტილება, სადღაც 1000-ზე მეტი ადამიანისათვის, ოჯახისათვის გაიცა 6 თვიანი ფულადი დახმარება ბინის ქირისათვის. ეს ბინის ქირის საკითხები, რომელიც შეადგენდა 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა, მიეცა 1000 ოჯახს, ამის ვადა ამოიწურა. შემდეგ ყოველ პერიოდულად ხდებოდა დღის წესრიგში ხორციელდებოდა გარკვეული აქციები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ გვახსოვს ეს აქციები. რაც შეეხება ამ ბოლო პერიოდში მოხდა მოვლენებს, ეს ცოტა სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დევნილთა სამინისტროს ჰქონდა 2 ობიექტზე, მაგალითად თუ ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილი მე-13 სკოლის შენობა და აგრეთვე თემქაზე იყო მეორე სკოლის შენობა.
ეს ობიექტები გადაცემული ეკონომიკის სამინისტროდან გადაცემული იყო დევნილთა სამინისტროსთვის და მათ უკვე დაგეგმილი და ბიუჯეტში გაწერილი ჰქონდათ გეგმა იმის თაობაზე, რომ ეს ობიექტები გარემონტებული იყო, რეაბილიტირებული იყო და აქ შეესახლებინათ დევნილი მოსახლეობა. ამ ცნობილი მოვლენების შედეგად აქ შეიჭრა გარკვეული ნაწილი დევნილების და აგრეთვე უმეტესი ნაწილი სოციალური დაუცველების. დევნილთა სამინისტრომ დაიწყო გარკვეული ღონისძიებები იმისათვის, რომ უკვე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას განეხორციელებინა გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ დავეხმარეთ ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს პირველ რიგში შესწავლით ამ ოჯახების იყო იქ ბევრი ოჯახი რომელიც ახორციელებდა სხვადასხვა ბიზნეს ეწეოდა ამ ოთახებით ზოგი აქირავებდა ზოგი მომავლის სხვა იმედით რომ შესაძლებელი იქნებოდა რომ დაკანონებულიყო ეს ფაქტი და შემდეგ გაიყიდა იყო ძალიან ბევრი ასეთი ოჯახი ჩვენ ეს გარკვეული შესწავლის შედეგები გადავეცით დევნილთა სამინისტროს და აგრეთვე ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ მოცულობაზე ჩვენ მოგიხსენებათ რომ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში ნელ-ნელა ეტაპობრივად ხურავთ ბავშვთა სახლებს და ამის შედეგად გამოთავისუფლებულ ფარდს გადავცემთ უბრუნებთ მესაკუთრეს ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი სხვადასხვა მიზნებისათვის გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში ამასთან დაერთო რომ ჩვენ დევნილთა სამინისტროს შევთავაზეთ რომ კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურა და შევთავაზეთ რომ გარკვეული ეს რესურსები ეს ფაქტი გამოყენებული ყოფილიყო მათი მიზნებისათვის. და მათ რა ოჯახით ვავწდები უკვე გადაიყვანეს მეც პირადად ვიყავი ადგილზე კოჯრის ბავშვთა სახლში და ეს იყო ჩვენი ამ საკითხში ჩარევის ერთ-ერთი ფუნქცია. ბატონ დავით რა არის იცით აი რაღაცნაირად ხდება სულ სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში იქნება თუ დევნილებთან მიმართებაში სახელმწიფოს ხო აქვს ორი ენა და ორივე ენის ლეგიტიმურობა აქვს, ლეგიტიმაცია აქვს. ნუ ასე არჩევნების შედეგად პირველი არის დარწმუნება, მეორე არის იძულება. ნუ წინა ხელისუფლებაში გადამეტებულად აიძულებდა ხოლმე ყველას და ყველაფერს და უკვე მარადში. რატო ვერ ახერხებენ ხოლმე ხელისუფლებები, რომ ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ ისცენები არ ვიხილოთ, რაც წინა ხელისუფლების დროს ჩვეულებრივ ამბავი იყო. ივერია და ანიქ რაღაც თაბუკაშვილის სახლი როგორ დაანგრიეს ნახეთ. სასტუმრო აფხაზეთიდან როგორ ასახლებდნენ ადამიანები. მანამდე ბათუმში იყო განსაკუთრებით შემზარავი სასტუმრო მესხეთიდან. რატომ ვერ ხერხდება რომ აი ეს სცენები არ ნახოთ ეს ისედაც საწოდავი ხალხი რომლებიც ეხლა ვისეხალისება რომ სადღაც იყოს რაღაცა იმაში გამოტყავებულ შენობაში ხო და იქიდანაც რომ ესე ძალი დაავლებენ ხელს და გამოიყვანენ ატირებული ბავშვები ისე ტრამვირებული ხალხია ესენი ხო რატომ ვერ ხერხდება ამათი დარწმუნება რომ აი ჩვეულებრივად ცივილიზებულად ადამიანურად მოხდეს ერთი შენობიდან მეორეში გადაყვანა თქვენ ხო ამბობთ რომ სადღაც გადაყვანა ეხლა ვიღაცამ ამაძავლობს და ცუცურაკობს მაგაზე არა ნუ ეს ერთეულებია ჩემი აზრით რა მე იმან გარკვევ შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატო ვერ ხერხდება? ახლაც რატო ვიხილეთ ესეთი სცენები და ესეთი სურათები? ჩვენ უშუალოდ აქტიურად კიდევ ერთხელ ვამბობ ამ პროცესებში არ ვიყავით და არ ვართ ჩართულები. ძირითადი ორგანიზატორი მაინც იყო დევნილთა სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ორი ობიექტი მათ ბალანსი არის და იმისათვის რომ განეხორციელებინა თავისი კანონიერი უფლებები და იგივე ისიც ხო დევნილების ჩვენი მოსახლე მოქალაქეები არიან და სოციალური დაუცველი ფენები მათ შორის შეიძლება იყოს დევნილების. სახელმწიფოს დევნილებთან დაკავშირებით გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, რომელიც თავრობის მიერ არის დამტკიცებული და მიზნად ისახავს მათ განსახლებას შესაბამისად სხვადასხვა ადგილებში, რეაბილიტირებულ ადგილებში და რაც შეეხება სოციალურ დაუცველებს, მე კიდევ განმეორდები, რომ ეს არის დღევანდელი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის მერია რასაკეთებს, ანუ მერიის თუ თბილისს საუბრობთ, ეს არის დღეს თბილისის მერიის ვალდებულება, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისინი რატომ ვერ ასრულებენ ამ ვალდებულებას, ან არ ასრულებენ. ჩემი პირადი აზრი თუ გითხავთ, უფრო არ ასრულებენ, ვიდრე ვერ ასრულებენ, ვიდრე
მე როგორც ფინანსისტი ვიცი გარკვეული ის საბიუჯეტო რესურსები რაც მერიას გააჩნია თავარი არის პრიორიტეტები სწორად იქნას მათ ბიუჯეტში განსაზღვრული და ამ პრიორიტეტების შესაბამისად სრულიად შესაძლებელი არის მთლიანად თუ არა წელს თუ არა ერთ ორ წელში ამ პრობლემის გაწერა შესაბამისად გეგმის შესაბამისად და დაკმაყოფილება სულ რამდენია თქვენ უნდა გყავდით ეს ხალხი აღრიცხული ხო სოციალურად ჩვენ გვაქვს სოციალურ დაუცველების აღრიცხვა მაგრამ რაც შეეხება უსახკაროთა აღრიცხვას სამწუხაროდ მე გითხარით მოგიყვანით სოციალური დახმარების 18 მუხლის პირველი პუნქტის გეფე-პუნქტი რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აწარმოებენ თავშესაფარში უსახკაროების აღრიცხვას უსახკაროების მონაცემები შემდეგ უნდა გადაუგზავნოს კანონის მიხედვით იგივე 18 მუხლის შესაბამისად უნდა გადაუგზავნოს სოციალური უსაფრთხოების სააგენტოს სამწუხაროდ ამის ერთიანი ბაზა არ არსებობს იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ეს ბაზა არ არის გადმოცემული არც თბილისის დონეზე არც რეგიონების დონეზე და რეალური საჭიროება რა არის ამ კუთხით იმისათვის რომ მომავალში დაგეგმო გარკვეული პოლიტიკა სოციალური პოლიტიკა რომ მათ შორის შეიძლება გარკვეული ღონისძიებები განხორციელდეს ტრანსფერტის დახმარებით შეიძლება იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემოსავლების ხარჯზე მაგრამ ეს რომ რეალურად პრობლემა რა სიმძიმისა რა ფინანსური რესურსების საჭირო სამწუხაროდ იმის გათვალისწინებით რომ რეალური სტატისტიკა ქვეყანაში არ არსებობს და სპონტანურად მოხდა ეს ძირითადად თბილისში და რამოდენიმე ფაქტი იყო რეგიონებში ჩვენ მთელი სურათი არ გვაქვს მაგრამ იმის გათვალისწინებით რაც მოძრაობა დაიწყო რაც საპროტესტო აქციები დაიწყო 3 ოქტომბრიდან მათი რაოდენობა სადღაც აღწევს 6000 ოჯახს ვინც რეალურად დაიკავა უკანონოდ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ფართები მაგრამ არის კატეგორია რომელიც ამ კანონის დარღვევით არ იქცევა და კანონის ფარგლებში უბრალოდ თავის ნებას გამოხატავს გარკვეული განცხადებებით უბრალოდ საუბრებით რომ აი ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია მაგრამ ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ვისარგებლოთ თუნდაც ახალი შეთავაზებებით თუნდაც ბინის ქირის საფასურით და ასე შემდეგ კარგით ვინ იღებს პასუხისგებლობას აი ამ გამოსახლებული სოციალურად დაუცველები ადამიანების დაბინავებაზე აი ვინ იტყვის რომ ერთი ოჯახიც მაინც არ დაჩეს ზაფხულს კი ვეძახით მაგრამ პრინციპში ზამთარია კოჯორში მით უმეტეს იქ ისე ყინავს რომ თქვენ ხართ პასუხისგებლები დემინტასამისო ზოგადად ეხლა ზოგადად თავრობა ვართ პასუხისგებელი იმიტომ რომ ამ პროცესებში არანაკლები მნიშვნელობა უკავია იგივე დემინტასამინისტროს იგივე ჯანდაცვის სამინისტროს იგივე ძალოვან სტრუქტურებს მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით ეს ფუნქცია არის ადგილობრივი ხელისუფლების მიუხედავად ამისა მაინც სოციალურ პოლიტიკაზე და სოციალურ დაცვაზე მაინც მთავრობა არის პასუხისგებელი და ერთ პირობას რომ დააბინავებთ ამ ადამიანებს ნორმალურად რომ ის რა ქვია უკარფანჯრო შენობაში არ იქნებიან და არ დაცივდებიან და კიდე რაც უბედურებაზე უბედურება არ დაემატებოდა. ეს სცენები ვნახეთ. ეს ვერ ავიცილეთ სამწუხაროდ. ხო, მესმის მე პირობას თლიანად თავრობის სახელით ვერ ვიტყვი თქვენ სტუდიაში. უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად მე შემიძლია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით ვთქვათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველა რესურსს, ესე ადამიანური იქნება, ფულადი იქნება, ქონებრივი რესურსი იქნება, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე შევამციროთ. აი ხვალზე, მაზეკ, ეს იქნება უკვე შედეგი გვექნება კონკრეტული თქვენ ამათ იტყვით რომ დავაბინავეთ ეს. აი ამ ორი ობიექტზე თუ არის საუბარი და არა აი ახლა გუშინ და გუშინ წინ რომ გამოსახდები ჩვენ შევთავაზეთ ხოლოდ დემინტას სამინისტროს 16 ოჯახის დაბინავების საკითხი 8 უკვე შევასახლეთ და კოჯორის ბავშვთა სახლში. იქ არის ადამიანური პირობები? იქ ის იყო სულ ახლახანს დაიხურა ბავშვთა სახლი, იქ იყო იმ სკოლებთან შედარებით უკეთესი პირობებია, ასე რომ ვთქვათ რა. იქ არის მეტალოპლასმას კარფანჯრები, სხვა არ არის ისეთი ანტისანიტარია, როგორც იყო ამ სკოლებში. უკეთესი პირობები არის იმ სკოლებთან შედარებით. თუ უპირებს რომ გაუმჯობეს თუ რაც არის ხა ეგ არის და დაიბადოთ. ამ ეტაპზე ჩვენ მიზანია რომ შესაბამისად ეს ფართები მაქსიმალურად გამოვიყენოთ
ასეთი ოჯახებისათვის და მომავალში განვიხილავთ მათი საყოფაცხოვრებო პირობების გამოჯობებას. უახლოეს მომავალში თუ ეს 5 წლის? ამ წელიწადში. ალბათ ჩვენ და თალყურს მივადებით. შორს რეგიონებში გასვლა გვიჭირს, თორე კოჯორი და ახლო ტერიტორიებზე იცოცხლება. ეს თან იწერება და მე შევადარებ. აუცილებლად ერთად ავიდეთ. კარგით, ეხლა ის მითხარით, ეს საყოველთაოდ ჯანდაცვის პროგრამა როგორ მიმდინარეობს? იმიტომ რომ როგორც ვიცი, დიდი წვეტაგლეჯვა და რიგები არის ამ დიდუბის იყო ყოველ შემთხვევაში დიდუბის საგამოფენო ცენტრში და რაღა დაგიმალოთ და არაერთი უკმაყოფილო ჩვენთან მოვიდა იქიდან რომ ესე გვიშორებენ თავიდან გვეუბნებიან ორი თვის მერე მოდით ასე მოდით ისე მოდით მოდი გავიმიჯნოთ საკითხი რა პრობლემატიკა ძირითადად არის გარკვეული შეფერხებები ეს ძირითადად უკავშირდება CIEP-ს მოიხსენებათ რომ აქ ძირითადი პირობა იყო რომ ვინც 1 ივლისამდე 30 ივნისის მდგომარეობით იყო დაზღვეული სხვადასხვა პროგრამების ხარჯზე, მათ შორის კორპორაციული დაზღვევით, ისინი ვერ ისარგებლებდნენ. ანუ ვინც არ იყო დაზღვეული, მხოლოდ იმათთვის არის ეს პროგრამა. პროგრამა სადღაც მოიცავს ფაქტობრივად ნახევარ საქართველოს, ეს არის 2.200.000 ადამიანი. რაც შეეხება აქ არის საკითხი ძირითადი პრობლემები მაინც არის გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით გეგმიურ ოპერაციებზე მთავრობამ განსაზღვრა დადგენილებით რომ გეგმიურ ოპერაციებზე იქნება მოცდის პერიოდი არაუმეტეს 2 თვისა თუ ამ ვადებს შევადარებთ იგივე დღეს მოქმედ სადაზღვევო პაკეტებზე რომელსაც აფინანსებს მთავრობა ეს ეხება სიღარიბის გვარცქმემ ყოფ მოსახლეობას, პედაგოგებს, პენსიონერებს და ასე შემდეგ მათთვის არის 6 თვე. ჩვენ ამ ახალი საბაზისო პაკეტით ეს მოცდის 6 თვიანი პერიოდი შევამცირებთ ფაქტობრივად 2 თვემდე, თუ ევროპის და სხვა ქვეყნების გამოცდილებებს გავიზიარებთ, იქ არის 3-4 თვიანი მოცდის პერიოდი გეგმიურ ოპერაციებზე. ზუსტად აი თქვენ იმ უკმაყოფილო ადამიანებზე საუბრობთ, ძირითადად თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს სადაზღვევო ბაზების მოწოდებასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიებიდან არის ასეთ პრობლემებიც აი მათ შეიძლება მოუწიოთ განცხადების შეტანიდან გეგმიურ ოპერაციებზე მოცდის ვადა არის 2 თვე. მე ზოგადად გადაცდება ამ 2 თვეს. ამ 2 თვეს არ გადაცდება. მე ზოგადად მინდა უკვე დღევანდელი რიცხვის მდგომარეობით ვთქვათ გარკვეული სტატისტიკა 30 ივლისის მდგომარეობით სულ უკვე დაფიქსირებული შემთხვევათა რაოდენობა არის 21,703 მათ შორის ამბულატორიული სერვისით დაფიქსირებული შემთხვევები არის 15,503 სტაციონარული მომსახურებით უკვე ისარგებლა 6,200-მა თანამოქალაქემ მშობიარობა უკვე ამ პროგრამით დაფინანსებული არის 2,732 მათ შორის ფიზიოლოგიური არის შემთხვევები ფიზიოლოგიური მშობიარობა 1,867 საკეისრო კვეთა 865 ამას აფინანსებთ მშობიარობა უფასოა. უფასო არის, ხო, უფასო არის. ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული ლიმიტები დაწესებული. 500 ლარი არის ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, 800 ლარი არის საკეისროს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდეს კომფორტის გამო უფრო მეტი ასე ვთქვათ, საფასური გადასახდელი ამ სამედიცინო რაც შეეხება 500 ლარზე ზემოთ უშუალოდ პაციენტი აფინანსებს. თქვათ სხვადასხვა დაწესებულებებს, აქ მაგალითად ძირითადად ეს ტარიფი რეგიონებში და თბილისში არის 500 ლარის ოდენობით, თუ იქ დამატებითი არის VIP სერვისებიც, გარკვეული კვებაჩების მაგალითად ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება თვითონ თანამოქალაქემ პაციენტმა უნდა ამოირჩიოს თვითონ რომელ სამედიცინო დაწესებულებას სურს. სახელმწიფო აფინანსებს. ფასები როგორია? აღარ მახსოვს დიდი ხნის წინ, 6 წლის წინ ეგამბავი. სხვადასხვა დაწესებულება სხვადასხვანაირია. მაგალითად, იგივე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე არის 600 ლარიანი, 700 ლარიანი, 500 ლარიანი სამედიცინო სერვისი. კარგით. ერთი რა უნდა გითხოთ. დიდი შეხება მე ამ ჯანდაცვის ამბებთან არ მაქვს და ახლა ხანს ვიყავი, შეგვიძლია თქვა კიდევაც. პენსიონერის დაზღვევა შეეხება ეს ამბავი და ქიაჩელზე არის კლინიკა, სადაც ყველა ექიმი წუწუნებდა, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია არქიმედე რაღაცა ჯორჯია. ჯორჯია. ხო.
7 თვია კლინიკას არ გვიხდისო რა ფულს 7 და სახელმწიფო ტენდერში არის გამარჯვებული როგორ არის ეს ამბავი სახელმწიფოს ფული აიღო და ჯიბეს ჩაიდო და იმათ აღარ უხდის თუ როგორ არის ეს ამბავი იმიტომ რომ ყველა ექიმი იყო ამით მოკლედ ძალიან შეწუხებული და ეჭვი მაქვს რომ ეს ერთეული შემთხვევა და გამონაკლის შემთხვევა არ არის და რანაირი სქემა არის ეს ვინ არის პასუხისგებელი ან რა ვიცი ფერასეუნებით ამ ხალხს ან ეს გარკვეული პრობლემები არის რაც წინა მთავრობის დროს შეიქმნა ანუ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულ სადაზღვევო კომპანიებს გადაეცათ სხვადასხვა რეგიონი კონკურსის საფუძველზე გარკვეული პირობებით მათ შორის იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით ახალი სანაყოფოების მშენებლობით მაგრამ კერძო ბიზნესის შემთხვევაში ისინი ქმნიან გარკვეულ ბარიერებს იმისათვის რომ მოიხსენებათ კერძო ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე მაქსიმალურად ქმნიან ბარიერებს როგორც პაციენტებისათვის ისე სამედიცინო დაწესებულებისათვის ჩვენ მოიხსენებათ გვაქვს სამედიცინო მედიაციის სამსახური რომელიც დავებს იხილავს ძალიან ბევრი დავა არის სადაზღვევო კომპანიასა და პაციენტ შორის აგრეთვე სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ფაქტობრივად ბევრი დავა ვერ წყდება მედიაციით და მათ უწევთ შემდგომ გარკვეული დროისა და ფინანსების დახარჯვა შემდგომ სასამართლოში სამართლის მისაღწევად მოგიხსენებათ რომ ახალ მთავრობა როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში პარლამენტმა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა უშუალოდ სამოქმედო გეგმაში წერია რომ უნდა შეიქმნას გარკვეული ფონდი რომელმაც უნდა განახორციელოს დაზღვევა ყველა მოქალაქის ჩვენ დავიწყეთ პირველი ეტაპი მოგიხსენებათ 28 თებერვალს დაიწყო პირველი ეტაპი როდესაც ყველა დაუზღვეველი მოქალაქისათვის შეიქმნა გადაუდებელი პაკეტი და გადაუდებელი პაკეტით ჩვენ ვაფინანსებთ დაღონისებებს. პირველი ივლისიდან დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც იგივე დაუზღვეველი მოქალაქეებისათვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისთან ერთად დაფინანსებას დაექვემდებარება უკვე გეგმიური ოპერაციები, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე და სამედიცინო გეგმავს შემდეგ ეტაპს იმისათვის, რომ ყველა ეს სამედიცინო სერვისი, რაც დაზღვევის სახით იქნება თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით, უშუალოდ სახელმწიფომ განახორციელოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ საჭიროა მედიაციასთან შეიძლება გაირკვეს ყოფილა დავები რომელიც მორიგებით დამთავრდა სადაზღვევო კომპანიებთან თუ არა და უნდა წავიდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოში ყოველ შემთხვევაში ეს არის დროის საკითხი და მესამე ეტაპისათვის ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ რომ რასაც სახელმწიფო აფინანსებდა სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის სამედიცინო დაზღვევას მთლიანად სახელმწიფომ განახორციელოს ყოველგვარი მოგებისა და ზედმეტი ადმინისტრაციული ხარჯების გარეშე. კარგი ბატონო, მოკლედ პირობა მოგვეცით, რომ თქვენი პირობა უფროსობებულია, რომ ერთად წავალთ და ვნახავთ სოციალურად დაუსრულებელი. თუ იყავით ამჟამად იმ 8 ოჯახთან, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიაროთ ერთად და ვნახოთ ადამიანურ პირობებში. კარგი, დაგიკავშირდები დაუსრულებლად და ვნახოთ კამერის თანხლებით წავიდეთ და ვნახოთ გადავიღოთ ის ხალხი რა პირობებში იქნებიან. თუმცა ჯობდა რომ ის ძიმე სცენები თავიდან აგვეცილება. სამწუხაროდ ჩვენ ამ პროცესებში არ ვიყავით ჩართული. კარგი, დავით ლომიძე ჯანდაცვის ministris მოადგილე იყო ბარიერის პირველი სტუმარი, რეკლამა და რეკლამის შემდეგ ანა დოლიძე, გელა ნიკოლაიშვილი, თეიმურაზ ზაქრაძე, ნინო შარვაშიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები სამართლიანობის აღდგენის პროცესზე მსჯელობდნენ პარლამენტში და სანამ პარლამენტში ამაზე მსჯელობდნენ თენგიზ გუნავა ციმციმ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე ასეთი რამეები არ უყვარდა მიხეილ სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 წელი გავიძახა 9 წელი რა ვქნა. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად რეკლამის შემდეგ დავით ლომიძეს მადლობა რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით.